მოგესალმებით. არც ისე ახალი მოსული ვარ სამსახურიდან, მაგრამ მაინც ახალ მოსულად ვითვლები. რომელი საათი ახლა ვენახავ? 12-ს უკლია 15 წუთი. ნაყინი გინდა? აი რაღაცა აქ გამიყვანძესავით. ახლა ჩემი ჩიქა ის ყავა დამიმთავრდა. მარკეტში რო ყიდულობ ხოლმე. აბა რა გინდა? ხო გაჭამე, წადი ახლა აქედან ჩქარა. და ის შენახული მქონდა ეკას ასე ვთქვათ ეს სისაურის ყავა და გამახსენდა, აღარც მახსოვდა და ისე გამიხარდა, მეთქი ყავის გარეშე დავრჩი თქო. იმიტომ რომ მოკლედ ისეთ იმაში ვარ გაწამაწიაში. ხო უნდა დავფარო გადასახადიდან ვერ ვყიდულობ. რომელი გინდა სოსო შენ? ახლა გეტყვი. არის კრემ ბრიულე, არის ვანილი, რაცა ამას რა ქვია? სტრატაჩელო. გინდა? სტრატაჩელო. ხო და გაიგე. სოსოს არ გავუსინჯია სტრატაჩელო. ახლა პირდაპირ ესეთი იმითი, ახლა ესენი ვიყიდე, რა ქვია, ეგრეთ წოდებული სტაკანჩიკები. მე მივირთმევ ვანილის, ანუ ჩაუნი. სოსოს სტრატაჩელო, ისე კი მაინტერესებს. გასინჯო. კარგია. განაცემი შევყაროთ. მეგობრებო, რა აღმოვაჩინე? მაცივრის ზედა, ანუ როგორ ქვია კაბინა, თუ როგორ არის ზედა ნაწილი, ანუ თაროები სადაც არის ჩვეულებრივი, ის ხო დახურულია. მარტო საყინულე გავახე და ანუ ნელა დნება, მაგრამ დნება რა, ღია როცა. და ზემოთ არ დნება, ანუ არ ვიცი ახლა იმედია არ გაფუჭდება. ხო და მოკლედ რაღაცა აღმოვაჩინე რა. ანუ მთლიანად მაცივარი არ იწყებს დნობას ორივე რა. მარტო საყინულე მაგახსენე და იმას ვადნებ. მართალია ძალიან კუსნაბიჯებით დნება, მაგრამ დნება. თავი ეგ არის. ფეხზე ძლივს დგავ. ახლა რა ვთქვა, რომ ძალიან დავიტვირთე დღეს თქო, მოგატყუებთ. მაგრამ ხო იცით, უსაქმოთაც რაღაცა დროც რო იყო, მაინც აი უსაქმოდ უფრო ვიღლები. ხო და კაი სახლში მოსვლა დასვენება, დღეს დავიძინებ, გამოვიძინებ. და ხვალ არ ვიცი, ვნახოთ. მინდა ხოლმე დასვენების დღეს გასეირნება, რა ვიცი, ჩემებთან თუნდაც. ხო და სოსოს კიდე არ უნდა ხოლმე უნდა სახლში ყოფნა და მოკლედ შენ თვითონ წადიო და მე არა. მარტო დობი ყოფილა. ხო და
ერთჯერ ნაყინს მივიწვე და მე ყავას ვადუღებ. მომენატრა მთლიანად ფილმის ყურება. ახლა სოსო სადაც ზის ხოლმე კომპიუტერთან. იქ ცოტა დიდი ეკრანია და იქ ვუყურებთ ხოლმე რა ერთად ფილმს, მაგრამ ну სოსო რაღაცებს კითხულობს, მოკლედ რაღაც მაშია და როცა ჩართავს ხოლმე ძილის წინ უკვე იმდენად მეძინება ხოლმე რომ დასაწყის ვუყურებ და დასასრული უკვე არ გამოდის რა მოკლედ. ნოუთბუქში შემიძლია ვუყურო რა თქმა უნდა. მაგრამ აი ახლა დღეს მაგალითად ვერაფრით ვერ ვუყურებ. იმიტომ მეძინება უკვე. წუხელ დავიძინე სადღაც 3 იყო თუ უკვე 4 იყო დაწყებული. არა, 3-ზე დავწექი, მაგრამ ვიწრიალე, ну, მოკლედ ძლივს ჩამეძინა, დაახლოებით ალბათ 4-ისთვის ჩამეძინებოდა და გავიღვიძე 9:30-ზე. ანუ მოვიძე არა, მაგ დაყენებული 9:30-ზე, 8 საათსა და 30 წუთს. ну, თავისთავად ხო, ჯერ ადრე გამომეღვიძა, ცოტა ადრე გამომეღვიძა, არ ვიცი რამ გამოღვიძა, ვითომ ჩემ ჭკუაში შევიბრუნე ძილი. ბევრიც არ იყო დარჩენილი, სადაც 1 საათამდე და მეთქი ძალიან ღრმად არ ჩამეძინეს მეთქი, მაგრამ მაგვიძა რომ თავის საქმე მაინც გააკეთა და გამეღვიძა. მოვიდუღე ყავა, მოწესრიგდი რაღაცა და 10-ისთვის ანუ უკვე ვიყავი სამსახურში. ხო და მოკლედ მეგობრებო, წვიმიან ამინდებში. არ ვიცი თქვენ როგორ ხართ, მაგრამ მე მაგდებს. ანუ აი ძილის ამინდიროა რა. თან მით უმეტეს როცა ძალიან აქტიურად არ ხარ დაკავებული ხო? თავისთავად უფრო გეძინება. ხო და მე ცოტა გამოვცოცხლდი. ეხლა ხანს ანუ მოვედი ჯერ სამსახურიდან პირდაპირ მაღაზიაში გავიქეცი, იმიტომ რომ სოსოს უნდა ნაყინი და მე ვთხარი რომ ის მეთქი კოლოფის უაზრობაა თქო, ანუ ცოტა რაღაცნაირად და მეთქი ფაქტიურად იგივე რაოდენობა გამოდის, ანუ 4 წალი ეს ვიყიდე რა, ეგრეთ წოდებული სტაკანჩიკს ეძახიან, ჩიქის ნაყინი რა. თან სხვადასხვა. იმას რომ ყიდულობ საოჯახო თუ როგორ ქვია კოლოფში არის ერთი სახეობა. სხვადასხვა მომეწონა ეს პალომას ესა ნაყინი. არა აქვთ მეტი მათ ლიბრეში, არ ვიცი, შეიძლება მე ვერ შევამჩნიე. ერთი მაცივარი იყო, ეწერა პალომა და всё. მე სალაროსთან დავინახე, აქციაში იყო ეს შოკოლადის კარაქები. რა ქვია, როგორ ქვია, ну, მუსი შოკოლადის. საკმაოდ ნორმალური, ეს თხილიანია. 4.99, ანუ 5 ლარი. მეთქი ბარემ ამასაც წავუყოლებ, თქო ბავშვი უყვარს სოსოს ძალიან და აი ესე მოვჩენჩალდი სახლში. გუშინ თავით დავიბანე, ну, მოკლედ ვიბანავე და თმები არ იმას ვიქნი, არ გამისწორებია. ანუ სველი რა, ჩამოვივარცხნე და ხო იცით, როცა სველს ვივარცხნი, ანუ მაინც ტალღონდება. და თან ისედაც თმები შეკრული მაქვს რა, მოკლედ. ეხლა თავს ვასვენებ და გავიშალე რა, მოკლედ თმები. ძილში არ მიყვარს თმაგაშვილი ძილი. იმიტომ რომ სახეზე მედება თმები. ესეთი ამბები. ხვალ ვისვენებ ზეგ ისევ.
10-ში. კარგი იქნებოდა რომ ხვალაც მემუშავა. მაგრამ ისეა. მოგეწონა სოსო. აწი მაგას გიყიდი ხოლმე. სხვათა შორის ერთი ცალი ლარდა 55 ღირს. ნორმალური ფასია ჭიქანაყინისთვის. რა? ხო გაჭამე. ნაყინი მინდა? მას დობის უყვარს კბილეული. შოკოლადებსაც ჭამს, მაგრამ არ შეიძლება რა თქმა უნდა. უბრალოდ აი პატარა ნატოს დავუხდებ ხოლმე და გიშს გავს ისე მოსწონს. იმას გაფის არა. ის პირს არ აკარებს. ეს კბილის მოყვარული ბადაა. აი მე ხო გესაუბრებით და ისე ვარ მოთენთილი ისე. სურო არაფერი აკეთო ადამიანმა სახლიდან გასული რო ხარ 13 საათი თან ძირითადად ფეხზე. დღეს მოხდა სასწაული და უფრო ანუ შესვენებები უფრო დიდხანს გამომივიდა, ანუ აი თქვათ 2 წუთი 3 წუთი რო ვისვენებ ხო, რო ჩამოვშდები, ეხლა 5 წუთამდე გამომივიდა და რაღაც ესე დაახლოებით თითო ჩამოჯდომა. დააჩენი სუფეხზე. ესე ჩვენ გამყიდველს მეუღლე გარდაეცვალა და სულ ერთი ქალია ხოლმე რა, ანუ ხო ენაცვლებიან ხოლმე. როცა ნისიაზე ვიღებ ერთთან ერთი სამაქ ანგარიში, მეორე და ახლა რაღაცა ჭირდებოდა და ვერ ავიღე, იმიტომ რომ მერიდება უკვე. ერთი სული მაქვს დროზე დავისტუმრო ეს კრედიტის ისა და მე ვალი უნდა გავუსტუმრო მათ. ესეთ კაცანაციაში ვარ ახლა ამ ეტაპზე. ისეთი ბრაზი მომდის იმაზე რომ აი უბრალოდ სესხითაც რო ვერ ვიშოვე ის კრედიტის თანხა, რომ აი ფაქტიურად ეს დანარჩენი პროცენტი და ის გადაცილება და რაღაცა აი მართლა გადაყრილი ფულია. და ამაზე ძალიან ბრაზობ. აი თითქოს ქარს ვატან რა. მე ახლა მაქვს გადასაყრელი. ან სამწუხაროდ ესეა. მოკლედ 260-ის ნაცვლად 400-ზე მეც ვიხდი, იმიტომ რომ 400 შესრულდა დაახლოებით 1 კვირის უკან. ნუ მიახლოებით, ახლა სად 1 კვირა არ, მაგრამ ეგრე სადღაც. და ყოველ დღეზე ხო კიდე რაღაცა ემატებოდა, კი, როცა ნაწილს იხდი, ის დღის პროცენტი ოდნავ მცირდება, მაგრამ მაინც ხო რაღაცა ემატება და მოკლედ აი გადაყრილი თანხაა რა. გადაყრილი. რამდენიც აი ამ კრედიტზე ვფიქრობ, იმდენი მახსენდება ის ხელოსანი, ვის გამოც ავიღე ეს კრედიტი. დამახარჯინა მეგობრებო. გამოყოფილი თანხა, ანუ მოლაპარაკებული, რაზეც ვიყავით. ხო მითხრა, ანუ მასალა ყველაფერი ნაყიდი მქონდა და ხო მითხრა, რომ დიდი ანუ
ყველაფერია ხო გასაგები ის, ანუ წინასწარ მივეცი ნაწილი, თანხა ნაწილი, თან დიდი ნაწილი, ცოტა არა. და დიდი 200-300 ლარი ანუ თუ რამე მოგვაკლდაო 200 და 300 კი არა არ ვიცი რა აი გეფიცებით გამყოლიფა რასაც ქვია და ბოლოს კიდე ანუ და დამჭა გასასტუმრებელი ხელფასის ნაწილი და არაფრით არ ამთავრებდა მაგრამ უკვე ყველაფერი ნივთები მოვიტანე აქ გადმოვბარგდით რა მოკლედ 31 დეკემბერს ახალ წელს აქ უნდა შევხვედრილიყავი ესე მქონდა და დაგინმელი რომ ახალ წელს ახალ ბინაში უნდა ასე ვთქვათ შევხვედრილიყავი და აი ესე ხო კაი მეთქი ისა მოგცემთქო ანუ წინა დღეებში რა რომ მეთქი კიდე არ გამიჯანჯლოს და ამ დღეს ანუ დაასრულოს და და მიმტკიცეს ანუ ნახეთ როგორი რაღაცა კრედიტებს იპოთეკით არ იძლევიან თუ ერთადერთი საცხოვრებელი ფართი გაქვს და ამიტომ იმ ორგანიზაციამ ანუ კაპიტალ ექსპრესმა ისე გააკეთა რომ ბიზნესის იმითი კუთხით რა ანუ ჩემი შეპესეს იმითი ანუ მაგის უზრუნველყოფა იყო ეს ბინა რა და თანხა ესე აღდგეს სხვანაირად მე არ მომცემდნენ თან TBC-სთან რაღაცა ის ადრე მოყოლილი მაქვს მოკლედ ისე უბრალოდ სესხს ვერ ავიღებდი და ამიტომ გავაკეთე ეს იპოთეკა აქვს სხვა რაღაცა ლომბარდის ის არის რა პრინციპით ეს სესხი იპოთეკური და მაგიტო მინდა რომ მოვიშორო რა ანუ ყოველდღიურზე წინათვე იყო თუ როდის იყო იმითი გადავიხადე YouTube-ით ხელფასით ცოტა დავამატე და ესე გადავიხადე ალბათ twin-ი შეგიჭამეთ, მაგრამ რაც საფიქრალი და საზრუნავი მაქვს იმაზე გესაუბრებით. ჭრილობა ნელ-ნელა მიხორცდება, გუშინ ხელი გავკარი რაღაცას და კიდე გამეხსნა, ანუ უხეშად ეს ისეთი ადგილია, რომ წარმარა რაღაცა ესე მოქმედებაშია და კარგით ახლა ახალს ვერაფერს ვერ მოგიყვებით ახლა ესეთ დაღლილზე. მინდა რომ უფრო ენერგიულად მოვიდე. ხვალ ვისაუბროთ, მოგიყვებით რაღაცებს, ანუ სამსახურთან დაკავშირებითაც, ანუ რას საქმიანობ, რას ვაკეთებ და ანუ რა სიტუაცია არა მოკლედ. და ნახოთ, ხვალინდელი დღე გათენდეს ჯერ. გამოვიძინებ გემრიელად. არ ვიცი ეს დღეები წვიმებია გამოცხადებული და ძალიან თენთავს მე წვიმიანი ამიდი. ეს კი არა სპეციალურად ძილის წინ კომპიუტერში ვთავდი ხოლმე ფონად წვიმის ხმას. და ესე ტკბილად მეძინებოდა ხოლმე და აი ესე ძალიანაც არ წვიმს ახლა. მაგრამ მაინც ეს ჰაერი და ეს წვიმის დაწვიმარის ის მოქმედებს ძალიან. ხო მართლა აი ეს გადაღლისგან გონებრივი და ფიზიკური გადაღლისგან მომიწყდება ხოლმე გოგოება მეც გილოცავთ გუშინვე უნდა მომელოცა მაგრამ აი ესე იცით ეს მობილური სადაც არის ხოლმე ყველობაში და შესაბამისად გამომეპარა და თან როცა მიდევს ტელეფონი კიდე შეიძლება რაღაცა გამახსენდეს და მოკლედ ესე მოხდა და დამავიწყდა რომ მომელოცა. ხო, ხარების დღესასწაულზე მოგსაუბარი, გუშინვე მინდოდა მოლოცა რა თქმა უნდა. და დღეს გილოცავთ. ერთმა გახარებული გამყოფოთ, სუჯამთელად, სიხარული არ მოგაკლოთ ღმერთმა. ყველას აბსოლუტურად განურჩევლად. კარგით, აბა გაკოცეთ და ხვალამდე ხო შევხვდებით.